აბონენტთა მზარდი რაოდენობის გამო გინესის რეკორდების წიგნში ალბათ არავინ შეგიყვანს. ამისათვის რაღაც უფრო ორიგინალურის მოფიქრებაა საჭირო. მაგალითად, გიგანტური მობილური ტელეფონის გამოსახვა. Beeline-მა სახალისო აქცია Facebook-ის საშუალებით დაიწყო და 500 ერთგული Beeline-ერი შეკრიბა. ჩვენს აბონენტებთან და თანამშრომლებთან ერთად შევადგენთ გიგანტური ზომის მობილურ ტელეფონს. ესეთი პრეცედენტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქ არის ადამიანების ერთობა, ერთსულოვნება და ორგანიზებულობა, ვინც ჩვენს გვეხმარება. ლოკომოტივის სტადიონზე Beeline-ის მთელი შემადგენლობის მობილიზება მოხდა. აქციის მიზანი საერთაშორისო ქსელის საქართველოში პოპულარიზაცია და ერთგული მომხმარებლებისათვის ახალი, ორიგინალური იდეების განხორციელებაში ჩართვაა. На самом деле мы хотим быть лучшими, и мы хотим сделать то, что никто никогда не делал. Вот сегодня мы это делаем. И это и для нас внутри, потому что мы внутри хотим быть самыми лучшими. Мы хотим показать, что Beeline в Грузии хороший. Грузия сама по себе тоже невероятно хороша. Ну и наши абоненты — это лучшие абоненты, которые только могут быть. თავარი ის არის, რომ Beeline როგორც ყოველთვის ცდილობს რაღაც სიახლე შემოიტანოს არა მარტო თავისი აბონენტებისათვის და მისი მხარდაჭერებისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის და ამ აქციით ვაჩვენებთ, რომ გვინდა მთელ მსოფლიოში ვიყოთ პირველი ოპერატორი საქართველოსთან, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევა. Beeline-ის აბონენტები რომ თავიანთ ქსელზე გიждდებიან, ამის დასაჯერებლად ის ფაქტიც გმარა, რომ 40 გრადუსიან სიცხეში ლოკომოტივის სტადიონზე გასვლა არავის დაზარებია. 500 ადამიანმა თავის სტადიონის ცენტრში მოიყარა და უზარმაზარი მობილური ტელეფონი ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით გამოსახა. სპეციალურად გინესის რეკორდების წარმომადგენლებისათვის კადრებს ვერტფრენიდან იღებდნენ. Ყველანაირად ცდილობდნენ, რომ წესრიგი დაეცვათ, ყარნახავდნენ როგორ დამდგარიყავით და უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზება გაკეთებული და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საკმაოდ წარმატებულად დამთავრდა ჩვენი გინესის რეკორდი და იმედი მაქვს, რომ პირველები ვიყავით და თუ კონკურენტი გამოგვიჩნდება, შემდეგში ვეცდებით, რომ უფრო დიდი ის გავაკეთოთ, ანუ თქვათ გინესის რეკორდი მოვხსნათ ამ საკითხში. Beeline-ის აქცია წარმატებით დასრულდა. აი რამდენად მოახერხებენ ცოცხალ ჯაჭვში ჩართულები რეკორდსმენის სახელის მოპოვებას, ამას გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები სულ მალე გადაწყვეტენ.